პირველი 10 წამი შიშია. მერე სკამში კომფორტულად უნდა მოკალათდე და გარემოთი ტკბობა დაიწყო. გუდაურს ზღვის დონიდან 2450 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაუფრენ და კავკასიონის სულ სხვანაირი რელიეფი გადაგეშლება, იფიქრებ, რომ ეს იდეალური საფრენი ლოკაცია. გამოცდილ მფრინავს სხვადასხვა ექსტრემალური მანევრის გაკეთება შეუძლია. შენ კი განცდა ადრენალინის და სხვა ემოციების. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წუთია და როცა მიწაზე ბრუნდები, ერთი რამ ზუსტად იცი, რომ ამ წუთების გამეორება ისევ მოგინდება. ამისთვის კი განსაკუთრებული მომზადება არ გჭირდება. ჯერ საბაგიროთი კუდებზე უნდა ახვიდე და კვალიფიციურ მფრინავს მიენდო, რომელიც გაფრენამდე ყველა დეტალს გაგაცნობს და ინსტრუქტორს ჩაგიდარებს. ავიფაროთ ჩაფხუტი, შემდგომ ჩავიცვათ შესაბამისი ჩასაჯდომის სკამი, აღჭურვილობა, მოვემზადოთ. სტარტის დროს მაქსიმალურად კარგად ვირბინოთ და ყველაფერი იქნება იდეალურად. მოვაწეროთ ხელი, შევავსოთ, რომ შეგვიძლია გაფრენა, ხო? კი ბატონო. გუდაურში პარაპლანით ფრენა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი, თუმცა ზამთრის კურორტზე ვიზიტორების სიმრავლიდან გამომდინარე, შედარებით მეტი მსურველია. ამიტომ იქცა პარაგლაიდინგი გუდაურის სავიზიტო ბარათად. ფრენით განცდილი სიამოვნებით რომ დატკბები, მერე სრიალი მოგინდება. ადგილი, სადაც განწყობა საუკეთესოა, ხედები დაუვიწყარი და დაცემა გარდაუვალი. Frena. Engine start, no problem. Tidin problem, engine kaput. vas muy bien, Terelu. თოლში სრიალი ასეთ მხიარულ მომენტებსაც აგროვებს. მათ შორის გუდაურში სრიალისას გადაღებულიც ბევრია, რომელიც TikTok-საც ვირუსულად ვრცელდება. ის რომ გუდაური უბრალო ადგილი არ არის, ამაზე უკვე ბევრი თქმულა და დაწერილა და რაც დრო გადის, ეს მტკიცდება იმ ადამიანებით, ვინც ყოველ წელს მოუთმელადელის ზამთრის სეზონს, თოვლის მოსვლას და მთის წვერზე ასვლას. გავართ ხილამურზე 3 წლიდან არასდროს მყოლია ინსტრუქტორი, იყო ჩემი ინსტრუქტორი, ბებია ჩემი, რომელიც ხო თეორიული ცოდნა იცოდა ამ სპორტის და მთელ შვილიშვილებს 12 შვილიშვილი ყავს ბებია ჩემს, გვასწავლა სრიალი ისე რომ თვითონ არასდროს არ ჩაუცავს ხილამური. ყველაზე კარგი გზები სასრიალოდ აქ მეგულება. გუდაური არის ჩემთვის ასოცირდება პირველ რიგში გართობასთან, სრიალთან, ადრენალინთან. მაგიტომ მიყვარს აქაურობა, რომ საბოლოოდ ყველა ერთმანეთის ქმნით და სასიამოვნო და კარგი მოგონების საქმე. რაღაცნაირად ჩემებურად ვცვლი და მიყვარს ძალიან და ყოველთვის ძალიან ველოდები. გუდაურის მთავარი უპირატესობა თბილისთან სიახლოვე და სხვადასხვა სირთულის ტრასების მრავალფეროვნებაა. ამის გამო იქცა გუდაური უქმეების გასატარებელ საუკეთესო ადგილად. სამი ნივთი, რომელიც თან გაქვს სულ მთაზე რო ამოდიხარ. ტელეფონი, ნაუშნიკი და სკიპასი. ზედმეტი მოსაცმელი ალბათ. ან სნეკი რამე. სამი ნივთი. რუგზაკი რაც ყოველთვის შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ მაინც ჩემთვის ძალიან კომფორტული. სათვალე, სკიპასი. და რა ვიცი, მესამეც ალბათ მეორე სათვალე. გამარჯობა. ვისაც საკუთარი აღჭურვილობა არ აქვს მთის კურორტებზე, ეკიპირების ქირაობაც აპრობირებულია. არჩევანი დიდია, მსურველის სქესისა და ზომის შესაბამისად. ხილამური უნდა იყოს თქვენი სიმაღლის შესაბამისი, მაქსიმუმ წვირი, მინიმუმ ნიკაპი, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს თქვენი წონის შესაბამისად. ორდღეში გასაკეთებელ სანახავი აქ იმაზე მეტია, ვიდრე გგონიათ. ამიტომ არც ამის გარეშე ღირს კურორტის დატოვება. ექსტრემალური გასეირნებისთვის ცალკე ტრასები დაგხვდებათ. გუდაური თანდათან გადაიქცა ევროპული მასშტაბით სამთო სათხილამურო ინდუსტრიის ნაწილად, რომელსაც დიდი ამბიცია გააჩნია და შესაბამის ნაბიჯებს წლიდან წლამდე დგამს. მზადებით სოფლიო თასის ეტაპებისთვის ორ დისციპლინაში, ეს არის სნოუბორდ კროსის დისციპლინა და სკი კროსის დისციპლინა, რომელიც გაიმართება თებერვლის ბოლო კვირა და მარტის დასაწყისი. შემიძლია თამამად თქვა, რომ საქართველომ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ზამთრის სპორტის სახეობებში. სანამ გუდაურში საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა შეიქმნებოდა, 70-იანი წლების მიწურულს უკვე არსებობდა საბჭოთა საბაგირო, რომლის კვალიც დღეს რთული საპოვნელია.
აქ არაფერი არ იყო, ის ხო ველური სამყარო. პირველი ბაღიც ბატონი ვახტანგის ინიციატივით გაჩნდა პირველი ბაღი. გუდაურის ისტორიას კარგად იცნობს ვახტანგ მიქელაძე, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის მის განვითარებაში. გელა ბურდული და მე აქ გავჩნდით მაშინ, როდესაც არანაირი დასახლება, გეოგრაფიული დასახელება იყო, სულ 4 კაცი ცხოვრობდა. და ვინ წარმოიდგენდა, რომ ესე იგი საქართველოში პერიფერიაზე მაშინ უცხოური ფირმა რაღაცას ააშენებდა. თუ გუდაურის გულისცემას კადრს მიღმა დააკვირდებით, ნახავთ, რომ გუდაურის მთის გუნდის დიდი ძალის ხმევით ტრასები ყოველდღე მზადდება და ყოველი ახალი სასრიალო დღეც ასე იწყება. და თუ გული თქვენც თოვლიანი მთებისკენ მიგიწევთ, იცით, სადაც უნდა ახვიდეთ, სადაც არც ერთ აქტივობას არ გამოტოვებთ და არც ღამის სრიალზე იტყვით უარს. ყოველ პარასკევს და შაბათს 8 საათიდან პირველ ტრასაზე რომ გელოდებათ. ამიტომ ნუ გააცდენ ზამთრის დღეებს, აირჩიე შენი სათავგადასავლო მიმართულება და შექმენი დაუვიწყარი მოგონებები გუდაურში.